წონა, ჯანმრთელობა თუ ვიზუალი. მეც რომ ვიზუალურად მინდოდა შეცვლილიყავი, მაგიტომ დავიწყე ვარჯიში. იციან გოგოებმა ეგ ამბავი? ადამიანის სხეული იმაზე მეტად ღრმარი და იმაზე მეტად ჭკვიანი არის, ვიდრე გარედან ჩვენ ამას უყურებთ. მაგარი შედეგი. არ ვენდობი ადამიანს, რომელიც აშიმშილებს ქალებს. 18 საათი შიმშილე და რაღაცა. ნუ ქალზე არ მუშაობს ეს რა. არ ქალზე არ მუშაობს, შანსი არის სამჯერ გემრიელად ჭამოს რაჯო. აბა რა ვიცი მე. ეხა ეს რო ქალმა ჭამოს ორი ამდენი რაოდენობა, ჩათვალეთ რომ აი დოლივით, დილიჟაბრით გადაგვიფრენ. მართლა? მე თუ ყვება არ დავიცავი, მაშინ რა აზრი აქვს ვარჯიშს? აქვს ვარჯიშს აზრი. აი ეგ საჩემოა ეგ რაღაცა რა. ცისხლის აჩქარება დღეში 1 საათი არის აი მართლა ჩვენი დღეგრძელი ცხოვრების საწინააღმდეგო. პირდაპირ გეტყვი რომ ესთეტიური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია ამ პრობლემატიკას ვერ ებრძვის. აი მე ვეუბნები ხოლმე რომ ეს არის რომ ნიშნავს რომ ჩვენ ვართ ქალები, გვაქვს ესტროგენი და რას ვიზავთ? ვერაფერს ვერ ვიზავთ. აი რაღაც რეგიონებში ხუმარ მიგიღწევიათ წარმატებისათვის. բայց ვერ გავიგე? კი, მიგიღწევია, ოღონდ ცელულიტი სრულად არ ქრება. მუცლის პრესი ყოველდღე უნდა ვავარჯიშოთ? არანაირად. მუცლის პრესს ისევე უნდა მიუდგეთ, როგორც სხვა კუნთებს. რა აკლდება ადამიანს თუ არ ვარჯიშობს? არ 5 უმთავრესი ჰორმონი გამოიყოფა ვარჯიშის და ვარჯიშის შემდეგ. ხან გაბრაზებულია თავის თავზე, იმიტომ რომ ძალიან გავსუხთი კოტექიმო მე რა მეშველება, ესე ვარ, ეხა ბოტოქსი თუ მიშველის. ჩემ გამომწევარმა ძალიან კარგად იციან, რომ ხინკალსაც ვჭამ. კლუბებში დავდივარ, დილის 5 საათზე კლუბის მერე ხინკალსაც ყველაფერს ვაკეთებ დაბალანსებულად, მაგრამ დაბალანსებულად კლუბის მერე კალი აღარ გადიხია. მე ისე გემრიელია. 20% მაიმუნობა, 80% დისციპლინა. აუცილებლად. ჩერისგან რჩევა არის, მოკლედ ჩვევებს მივხედოთ.